აქცია გრძელდება. აი ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მართლა ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. დღეს ჩვენ გვესტუმრა ლადო, რომელიც მუდმივად არის ჩვენს აქციებში ჩართული და რა ვიცი ლადო, სად არ ვიწოწიალეთ ერთად საზღვრის არ მიყვარს ეს სიტყვა, საოკუპაციო ხაზიდან დაწყებული და ლადომ გადაწყვიტა, რომ შეიძინოს ორცხობილები. ოღონდ, ეხლა ლადო მე შენთან მაქვს ერთი თხოვნა. ბევრ ორცხობილას ყიდულობ და ამდენი რო შეჭამო, რა ვიცი, არ გაწყინოს და მოდი გავიდეთ გარეთ და პირველივე შემხვერდს მივცენთ ეს ორცხობილა თავისი პატარა სიმბოლოებით, ღიმილით და გავავრცელოთ ღიმილი და გავავრცელოთ პოზიტივი. ანუ დიდი სიამოვნებით ეს არჩევის ვარეთ ჩავდენი. რაღაცა მე მგონი ფულს გვაკლებს. არ გვაკლებს, კარგი. ახლა აიღე ორცხობილები მაიკოსთან ერთად, რომელიც ჩვენი ახალი თანამშრომელია და ჩვენი გუნდის ახალი წევრია. წავალთ და გავავრცელებთ პოზიტივს. გავახარეთ პატარებს, ასე რომ შემოგვიერთდით. ეს არც თუ ისე რთული საქმეა, თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ლარი და გვერდით გომო. წავედით. გარეთ და მივდივართ მარჯანიშვილისკენ. ვლადიმერ. აი ესე მითხრა, ლადოს ნუ მეძახი, ვლადიმერი დამიძახეო. ვლადიმერ, მაიკო. აბა სად მივდივართ? ეხლა გავდივართ გარეთ ქუჩაში. ვინ შეხვდება ახალგაზრდა პატარა ბავშვი, ვეცდებით ერთი პატარა წამიერი მხიარულება მივანიჭოთ და ჩემს სახელზე გადავცე ის ორცხობილა, რომელიც მე თვითონ შევიძინე პატარა ბავშვისთვის. ორცხობილა და თან სამკერდე ნიშანი. მაიკო, შენ ჩვენთან ერთად პირველად მოდიხარ, როგორი ემოცია გაქვს? ძალიან საინტერესოა და ცოტა ღელავ. პირველად ვაკეთებ ამას და ძალიან მაინტერესებს როგორ გამომივა. გამარჯობა. ეს ჩემგან ერთი კევრიელი და გაიღიმე. გაიღიმე და გაუღიმე სხვას. გამარჯობა. ეს ჩემგან ხალბატონო ორცხობილა, მინა მიერთი და ეს ღიმილი სმაილიკია. ჩემგან საჭუბრად ღიმილია ცხოვრებას გისურვებთ. გაიღიმე და სხვასაც გაუღიმეთ. სანამ კიდევ დავარიგებთ. მინდა გითხრათ, რომ შემოგვიერთდით. ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ ამ ყველაფრით. არა მარტო თქვენ, არამედ სხვაებიც. და აი აქ დაგჭირდებათ 2 ლარი. კარგი ხასიათი. რა თქმა უნდა, ღიმილიანი განწყობა და დიდი სიყვარული ადამიანების მიმართ. შემოგვიერთდით. ზიანი დღე ახალისიანია და უფრო მეტად გავუხალისოთ ზიანი დღე ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ახლობლებს და ერთმანეთის გვერდის დგომით შევქმნათ ხალისიანი დღის ცხოვრება ყოველდღიურად. ღიმილმა ასაკია. გაგვიღიმეთ. მადლობა და გაუღიმეთ სხვას. გავავრცელოთ პოზიტივი.